ძირფასო მაყურებლებო, მაქვს ესეთი კითხვა, რომელი ხორცისგან ამზადებთ ყველაზე ხშირად სადილს? აბა, 1-2 წამი დასაფიქრებლად. მართალია მე გამოვიტანე. დიდი ალბათობით ეს გახლავთ ქათმის ხორცი. დიდი ალბათობით, რადგანაც ბევრი პოზიტიური მხარე აქვს. ჯერ ერთი რო არის სასარგებლო, ეს ერთი. მეორე, აი დავუშვათ საქონლის, ღორის, ცხრის ხორცისგან განსხვავებით ძალიან მალე მზადდება. და კიდევ აქვს მხარე, რომელიც გულისხმობს მის მრავალფეროვანი მომზადების ვარიაციებს. ანუ უამრავნაირად შეიძლება და ყველა გემოზე შეიძლება დასვა. ასევე სარგებლიანობას. სარგებლიანობას, რა თქმა უნდა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ქათმის ხორცი არის მაღალი ხარისხით, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო. ქათმის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით მეტ ცილას შეიცავს და მას ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს და ამუშავებს. ამიტომ ქათმის ხორცი შეიძლება სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი რაოდენობით მოიხმაროთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქათმის ფილე ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქათმის ყველაზე სასარგებლო ნაწილი სწორედ მისი მკერდი გახლავთ. პროცენტული გაანგარიშებით მასში ყველაზე ნაკლებია ქოლესტერინი და სხვა მავნე ნივთიერებები. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მივირთმევთ, თავიდან ავიცილებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს და რა თქმა უნდა, მძიმე წონასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს. ესე იგი, გარდა ამ თვისებებისა, რომელზეც ჩვენმა ექიმებმა ისაუბრეს, შესანიშნავად ეხამება სხვადასხვა პროდუქტებს და აქედან გამომდინარე ხდება კიდევ უფრო სასურველი მისართმევად, იმიტომ რომ ნებისმიერ გარნირს უიტანს და იხდენს და ნებისმიერ სანელებელსაც. მოვიდათ რო გადავიდეთ გადავიდეთ. ვარიანტებზე მარინადის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან იხდენს დამარინადებას. იმიტომ ხდება უფრო ფაფუკი, უფრო რბილი, წვნიანიც და სხვადასხვა არომატებით გაჯერებულიც. დავიწყებ. მე პირველი ვიტყვი ჩემს ვარიანტს მარინადისა. ბერძნული მარინადი ქვია ამას, ბერძნული соуსი, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად მოვამზადებ, თქვენს თვალწინ უფრო სწორად. ჩვენ დაგვჭირდება ზეითუნის ზეთი. რა თქმა უნდა, ბერძნული соуსისთვის ლიმონის წვენი, ასევე დაგვჭირდება ორეგანო და ნიორი. სულ ეს არის. ესე იგი, ერთი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი გვჭირდება, ან თუ გინდათ ნიორის ფხვნილი, უფრო გაიმარტივებთ ყველაფერს, მაგრამ მე მირჩევნია ნედლი ნიორი ბოდიში. ერთი პატარა კბილით შეგვილი ამისთვის გვეყოს ბოდიში. ნახე, ხა ამას როგორ უცებ დავაქუცმაცებ. ექსპერტი ყოფილ ხართ იქ, არ ვიცი. ეხა მე რო ვამბობ, რომ არ მცალია სადენის მოზამზადებლად, იმას კი არ ნაშიშ და არ ვიცი. რა ვქნათ აბა. მოდი ეხა მე პატარა. აი შეხედე, შენ 6 წამში აკეთებ თვალს და მე 6 წამში ვჭრი ერთ კბილს, მაგრამ თან ვყრი იქით, კაი ეს აღარ გავა. არა უშვებს. აი ამაში გავაკეთებ ეხა მე ამ მარინადს, რომ ой, რა კაი სუნია. გიყვარს ნიორი? ნიორის სუნი ძალიან. ჩემამდეც მოვიდა. ამაშია საქმე, ეს არის რომ დატრიალდები სამზარეულოში და დაატრიალებ გემრიელ სუნელებს, მერე ყველა სუნდება. ერთი ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი მინდა, ეხლა მე რეჰანი ეს იყოს ჩაი. ცოტა იყოს არაფერს არ გავაკეთებ. დიდი მადლობა. თქვენზე დამხედველი. დაბქული ორეგანოც მინდა, ერთი ჩაის კოვზი. გავუკეთოთ ცოტა პილპილი. გავიპილდეთ, კი ბატონო. ცოტა ვიყოს სიცხარე. ესე იგი, ჭიქის მეოთხედი ზეითუნის ეთი გვინდა. არ არის ეს ისეთი რაოდენობა. არა, მაინც. და ამას ეხა კარგად რომ აურევ ერთმანეთს რომ გაუჯდეს გემოები. ასეთივე ჭიქის მეოთხედი გვინდა ლიმონის წვენი. აი წველიდანაც კი გვინდა. აუ რა კაი სუნები და. ძალიან მაგარი. აი მე ბიჭო მოგაშიეთ, რა ვქნა, ეხა ქათამი ხომ მალე მზადდება, ეხლავე იქნება, ღუმელი გაწმენდი. გელოდები, დროზე გშია. დროზე. კარგით, ეხა რა გვინდა? რა დაგვრჩა? მხოლოდ და მხოლოდ ნოსტას ქათამი, ქათმის ფილე ამ შემთხვევაში. აგერ მიდევს შორს რო არ ვიარო, თორე კი გვაქვს იქ მაცივარი. ეხლა ამას დავჭრი, დავაქუცმაცებ. შემდეგ ცოტა ხნით 1-2 საათი მაინც ასრულია რომ დავაყოვნოთ აი ამ მარინადში, იმისთვის რომ ქათამა მოასწროს და აიღოს ის არომატი, რომლისთვისაც ვაკეთებ. ანუ გაჯერდეს, ხო? თქმა უნდა, დედა როგორ მიყვარს ფოთაშეს დამუშავებული ვარ, დაკრიალებული უკვე. როგორი ნაჭრები გესიამოვნებას მოგრძო თუ პირდაპირ თლიანი შეგიწვა? აი, კაი, მოგეცი.
შეგიწო პირდაპირ მთლიან ფილეს. ქათმის სტეიკი გექნება ბერძნული მარინადით. და აი უყურე, უკვე შეგილია რომ დაიბანო ხელები და მოემზადოს. ხელიათიკა სწრაფად ჩადევი. და რა კაი იქნება ხო? ამას ოდნავ ჩავჭრი, რომ ეს ოდნავ ჩაუვიდეს. დასერავ. დიახ. კარგად რომ გაუჯდე შავი აბარას ვიზავ. შავი კი ნივრები უნდა ჩატენო შიგით აი ამ გასერილ ადგილებში, რომ და მინახე სამზარეულოში რეზო? სამზარეულოში ვერ გიხიდა, უბრალოდ სუნი. მაინც ვერ ვხედა? ისე გამოიყურება, რომ მომშივდა. მოკლედ, მე ცოტა ხანი დავაყოვნებ, 1-2 საათი კარგი იქნება. ნუ თუ არა და მაინც მიიღებს თავის არომატს, სულ 40 წუთში შევაბრძანო ღუმელში. აჰა ბატონო. მე ჩემი გაგიზიარეთ. ძალიან გემრიელია, ძალიან მსუბუქია, არომატულია და რაც მთავარია, ჯანსაღია და სასარგებლო თვისებები აქვს, რომელიც მჭირდება სწორედაც რომ ქათმისგან. გამოვედი სამზარეულოდან მე, შებზანდით თქვენ ახლა. მოდით იქა შესმაგილოთ ახლა მე შევალ სამზარეულოში, ხელსაწყობებსაც ჩავიცო. მე ვიცი სოიოს соуსის და ძმრის მარინადით დამზადება. სოიო. კი ბატონო. ეს კომბინაცია ძალიან კარგია თუ ქათამს ვამზადებთ გრილზე და თუ გიყვართ რა თქმა უნდა გრილზე შემწვარი ქათამი. ესე იგი ავიღოთ სოიოს соуსი. კი ბატონო, გრილზე შემწვარი ქათამი როგორ არ მიყვარს? 1/4 ჭიქა. ძალიან გემრიელია соуსი. ავიღოთ ღვინის ძმარი, მე ძალიან ბევრი მაქვს სახში და შემილია. ვიცით, ეს უკვე წლებია. შენი სიყვარული ღვინოსთან, ანუ შენი ღვინის ძმარია ეს? რა თქმა უნდა, 1/4 ჭიქა. ზეითუნის ზეთი თიკა მეც დამჭირდება. 1/4 ჭიქის. ამას დავამატებთ 1 ჩაის კვს წვრილად დაჭრილ ოხრახუშის ფოთლებს. აგერა გვაქვს. უკვე თვალით ვიცი რამდენია. ნახევარ კვს დავამატებ რეჰანს და ორეგანოს. ლავე. თუ ანუ ესენი შეიძლება. შენს გდომებია. დიდი მადლობა, კი ბატონო. ეს გახლავთ ორეგანო. და ეს გახლავთ რეჰანი. ასევე გვჭირდება თიკა დაფქვილი ნიორი. აგერ არა, ეგ ნედლია, დაფქვილი აგერ გაქვს. რა კაია. ესეც ნახევარი კოვზი. ნიორი არ არის ზედმეტი არასდროს მიყვარს მე ძალიან იბია. კი ბატონო. მომინდა. და რა თქმა უნდა, მარილი და პილპილი გემოვნებით. ნუ როგორც შენ მასწავლე, უფრო მეტი მარილი უნდა გაუკეთო და არა, მარილიანი სოიოს соусიც არის. ხო, რა? დააბალანსო. სოიოს соусიც არის, თუმცა როგორც თქვი, შეწოვისთვის ოდნავ უფრო მეტი მარილი უნდა გავაკეთოთ. ეხლა აქვე ნივრიანი პურების გახსუხვა მაგ გრილზე და კარგი ის გამოგვივა ზემოდან დაადე რამე მოასხი კიდე და ამას აურევთ კარგად რომ გაიხსნას ყველა. და კიდე ერთი ფილე გაგიმზადო? აუ რა კაი სუნით. მოიცე შენი უფრო მოგწონს? შენი რო არ მოგატყო. მომაქვს თქვენი ფილე ბატონო რეზო. დიდი მადლობა. შენ მე მგონი კულინარიული შოუც გამოგვივა? ხო მგონი რაღაცა ის უფრო კულინარიულს წააგავს. ძალიან ოსტატები აღმოჩნდით. კი ბატონო, მოკეთ. ბატონო ლევან თქვენ ესე იგი როგორც თავიდან ვთქვი, თუ გიყვართ გრილზე შემწვარი ქათამი, ამ შემთხვევაში გვერდზე თვალსაჩინოებისთვის ძალიან უხდება სოიოს მარინადი ქათამსვათაში. კი ბატონო, ცოტა და ნახე როგორი პიკანტურია რეზო. კი ბატონო, და ცოტა უნდა ჩავჭრათ. ნუ ღრმათებში გვინდა იქ რო ჩავსვათ, იქნება დიდებული, მაგრამ ნუ არ გვაქვს ამდენი ღრმათი. რა თქმა უნდა, ამასაც ჩაჭრაც დასჭირდება და ოდნავ კიდე ეს კი, კარგად უნდა ჩააწვი. 2-3 საათი უნდა დავაყოვნოთ, რომ კარგად მოხდეს შეწოვა. ლევან, კონკურენცია გაიზარდა. მაგრამ მე რეზოს ვარიანტიც მომწონს, ოდნავ სიმჟავეს და რაღაც პიკანტურობა შეძლო. არა, სხვათა შორის რეზოსაც ესეთ სიმჟავე რო აქვს ძალიან უხდება. ისე ორივე კაი. ორივესაც ზოგადად გაჯობ. ახლა ლევანმა უნდა გვაჭაპოს, ეს არის მიზანი. მიდი ლევან. უნდა. კარგი მარინადი, ზედმეტი არასდროს არ არის. გიგიათ მაწვის მარინადი კამეჩის მაწონი. ფოთის ტერიტორიაზე რო დადიან. არ გამიგია მე კამეჩის მარინადი. აი ახლა გაგაგები, აი ამაში გავაკეთებ. გამაგებიე? დაგჭირდება უცებად ნახე. ეს არის ფოთიდან ჩამოტანილი მაწონი. როგორც კამეჩის. ხას არიკარებ? ნახევარი ჭიქა, სხვა არ შეიძლება. ნახე თვითონ ყველაზე დიდი თასია იყო. რა თქმა უნდა. კარგად რომ აი რატო ვიდებ შენი ყველაზე მეტ ხალხს მოუნდება შენი მარინადი?
რა თქმა უნდა, ნახე რა კარგი სუნია. დააფქური ნახოთ, ხარე ვაცადოთ. წიწაკა. მაწვნის მარინადი რატო უნდა ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი. მეგრელებს ცოტა მეტი შეგიძლიათ, აი. ნახე რამდენად ძალიანად ჩააყარა. რაოდენ მეგრელიც ხართ, იმოდენ პილპილი გინათ კი და წიწაკა რა წითელი. თქმა უნდა. ახლა გაჩვენებთ იქა როგორ დავამატებ შავ. დედა რა მუქარა, ღმერთო ჩემო. ნახე რა სუნი დადგა. აღარ უნდა მეტი. ერი უნდა შევუცვალო წითელმა. უბაღო. აი ნახე დავამატებ უკვე წითელი წიწაკა. შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზი ნიორი დიახ. და ხუნილი სახით. გემოვნებით. ნახევარი ჩაის კოვზი სუნელი. ეს არის ინდური სუნელი ძალიან გემრიელი. აი ფოთთან აი მარილი მომეცი რეზო მომაწოდე. მარას ვერ მოგაწოდებ შეინთა იღე. მართალი ხარ ეზო ეკივე. ჩვენ არ გვინდა აქ დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ვაჯიბრობთ ჩვენ соусებს და ჩვენს მარინადებს. ნახე რა სუნი აქვს. არ არის ცუდი სუნი. ძალიან კაი სუნია. და ბაჟეს სუნი, აქ იცი შე. ნახე. ხოდა ბაჟესავით. მაცუნის ბაჟია. არა. ხო წიწაკის სუნია. და მაგრამ ბევრი კაია, კაი გემრიელი გამო. დააჭრა ეს ხორცი. დედა ხალხო გეპატიშებით, იმდენი გვაქვს უკვე, იმდენი ვარიანტები, გაიშალა სუფრა. გადმოვდოთ, მე ჩავდოთ. და ხე შე ყველაზე მადლიანად გააკეთებთ, რომ თასმა მოგცეს საშუალება. ჩვენ ცოტა შეაზილო უნდა ეს ყველაფერი ნახე. აი ყოლე აი. ჩავტოვოთ 1-2 საათი. გექიმი კაცი ოტრიალებს სამზარეში ტყუილი. აი, სანახაობა, დიდი სიამოვნება, ყოჩახ. მადლობთ. რამდენი ხანი დავაყოვნოთ? 2-3 საათი. კარგით, მაინც საყოველთაო რჩევას მარინათან მიმართებაში თქვათ ის, რომ 2-3 საათი ყველა შემთხვევაშია საჭირო იმისათვის, რომ სადღაც შუადღისთვის გქონდეთ კარგი სადილისთვის გამზადებული ქათმის ფილე, რომელიმე соуში, თუმცა თუ კი მეორე დღისთვის გინდა და მთელი ღამე დატოვეთ მაცივარში, ამ მარინადში კიდევ უფრო გემრიელად გაუმასპინძლებით თქვენ სტუმრებს. რა სიტყვით? გადასარევი. კაი, რომელი დავიწყოთ, რომელი შეგიწვათ? ყველა ერთდროულად. თან ერთდროულად რომ პასუხობ ძალიან კარგია. თავარი იცით რა არის? აბა. რომ ქათამი უნდა იყოს ნოსტე. აი, ეგ არის მთავარი. ნოსტე. ნოსტე ხარისხით და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ნატურალურ ქათამს გვთავაზობს. თანაც ქართულს, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა. თან მინდა გითხრათ რომ ნოსტეს ქათმის ძირითად საჭმელს რჩეული ხარისხის სიმინდი წარმოადგენს. ეს პროდუქტი ანიჭებს განსაკუთრებულ ხარისხს და გემოვნებას. ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია ყოველდღიურად მუშაობს თბილისში, რუსთავში, გორში, მცხეთაში, კასპში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ნოსტეს პროდუქტები შეძენა შესაძლებელია ასევე ნოსტეს პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში, კარფურში, ფრესკოში და გუდვილში. და რა თქმა უნდა, ნოსტეს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიიღებთ გლოვოს და ვოლტის სწრაფი მიტანის სერვისით. მოკლედ ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად მთავარია ქათამი იყოს ნოსტე. და ჩვენც ასევე სწრაფად მოვიტანეთ ვარიანტები და რეცეპტები თქვენამდე, როგორ რიგითობით მიირთვათ უკვე თქვენს.